ადამიანს უგროვდება ეს ბაქტერიები და ისინი ქმნიან პატარა მიკროსამყაროს, რასაც ჩვენ ვეძახით ბაქტერიულ ბიოაპკს, რომელიც შედგება ბაქტერიების მიკროკოლონიებისგან, მათ მიერ გამოყოფილი ლორწოსგან და მიკრომილაკებისგან, რის მეშვეობითაც იქ შიგნით ძალიან ღრმად არსებულ იმ ცალკე მყოფ ბაქტერიებს აწვდიან ინფორმაციას და საკვებს ეს ბაქტერიები გარემო პირობებიდან და ასე შემდეგ და ესე შეუძლია ამ ბიოაპკში გაიზარდოს, გამრავლდეს, ოჯახი შექმნას თავის დონეზე, არ ვიცი როგორ ხდება მიკრობების დონეზე, მაგრამ მაინც ხდებით ხო, მოკეთ მთელი ეს ეკოსისტემა არსებობს, რომლის დაშლაც მხოლოდ მექანიკურად არის შესაძლებელი. არ არსებობს რაიმე ანტიბიოტიკი, რომელიც ბიოაპკში მოკლავს ბაქტერიებს. რაც გავრცელებული პრაქტიკა არის სამწუხაროდ მათ შორის საქართველოში კორნალობის თვალსაზრისით, ხო? შესაბამისად გამოდის, რომ მაგალითისთვის პაროდონტიტი თუ აქ რის გამოც ღრძილის და ძვლის ანთება მიმდინარეობს და კბილის შემდეგ ძვლის ზაშლის გამო ირყევა და კარგავს ადამიანი კბილს, იმის შესაჩერებლად ანტიბიოტიკოთერაპია სამწუხაროდ გამოიყენება ხოლმე, არა და ამ დროს ბიოაპკი არ კვდება, რაღაცა ცოტათი ანთება ჩაცხრება, მერე ეს ბიოაპკი, რომელიც ცოცხალი დარჩა, განაგრძობს განვითარებას, გაზრდას და სხვა ადგილებში გადადის და შესაბამისად მერე ადამიანი კარგავს კბილებს, იმიტომ რომ პაროდონტიტის მკურნალობა მასე არ ხდება უკვე საუკუნეები.